მოგესალმებით. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგს ხდომას. პირველ რიგში მინდა ჩემი სახელით, კომიტეტის სახელით ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, რომელიც 107 წელი ვიზე იმეთერთობით გუშინ. თითოეულ თქვენგანს მივულოცო ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, უსრულოდ ჯანმრთელობა, მშვიდობა, წარმატება, ქვეყნის ეკონომიკური და გამწყინება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენს მამულ ენას და სარწმუნოებასთან ერთად და ამ გზით ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელობა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება გამარჯვებული ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად და მადლობა გუშინდელი დღის ლამაზად აღნიშვნისათვის მთელ საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა დედაქალაქში. კიდევ ერთხელ გილოცავთ. დარიგებული გაქვთ დღის წესრიგი, რომელსაც იცნობთ. შესწორებები, დამატებები ხო არაფერი გვაქვთ დღის წესრიგთან დაკავშირებით. კეთილი, მაშინ გვაქვს ორი საკითხი. პირველი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერეკაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, ვახტანგ თურნავასა და გიორგი ბარბენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის შრომის შეტანის თაობაზე პირველი მოსვენით. ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც მოგახსენეთ და მომხსენებელი არის ქალბატონი მარიამ ლაშხი. ჩვენი კოლეგა, მოგესალმებით ქალბატონო მარიამ. გისმენთ. მოგესალმებით, მეც შევუერთდები ბატონი თავმჯდომარის მოლოცვას და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ განხილვისათვის საქართველოს კანონის პროექტს თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციისა და განლაგების მოთხოვნები, მათ შორის შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები და სხვა. აღნიშნული წესი გავრცელდა სიგარილაზეც. თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება, შესაბამისად სიგარილას შეფუთვაზე სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება ტექნიკურად რთულია და ეკონომიკურად არაგონივრული. იმპორტიორები წაეწყნენ სერიოზულ პრობლემას მწარმოებლებთან, რადგან იმ მინიმალური რაოდენობის პროდუქციის ახალი შეფუთვით ბეჭდვა და დამზადება, რასაც საქართველოს ბაზარი მოიხმარს, არ შედის მათ ეკონომიკურ ინტერესში და უარს აცხადებენ წარმოებაზე. ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე და ამცირებს იმპორტიორთა მოგებიანობას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინა არგუმენტირებული პოზიცია ამ საკითხზე, რაც ადასტურებს ცვლილების საჭიროებას ბიზნეს სექტორისათვის. საფრანგეთის მსგავსად ევროკავშირის უმრავლესობა ქვეყნებმა, რომლებმაც დაანერგეს სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა სიგარილასა და სიგარაზე, გამონაკლისი გაავრცელეს. ასეთებია საფრანგეთი ვახსენეთ, ბელგია, რომელმაც 2019 წელს დაანერგა სტანდარტიზებული შეფუთვა მხოლოდ სიგარეტის, თოვლის თამბაქოსა და ჩალურის თამბაქოსათვის. ლუქსემბურგმაც გამოიყენა იგივე მიდგომა და სიგარილასთვის გამონაკლისი გაავრცელა. სიგარილა არ არის სტანდარტული მოხმარების თამბაქოს ნაწარმი, მისი ფასიდან და სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი მოხმარება არის ფუფუნების საგანი. შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ რეგულაციის თავდაპირველი მიზანი თამბაქოს ნაწარმის როგორც უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქტის საზოგადოებისათვის მიმზიდველობის ხარისხის დაწევა სიგარილას შემთხვევაში არ მიიღწევა. ვინაიდან სიგარისა და სიგარილას წარმოების პროცესი, ტექნოლოგია, შიგთავსი, ნედლეული და იერსახე ანალოგიურია, გარდა ზომისა და წონისა, მიზანშეწონილია სიგარილაზეც მოქმედებდეს სიგარის ანალოგიური მოთხოვნები. ამით მწარმოებელი კომპანიები არ იქნებიან ვალდებულნი სხვადასხვა სტანდარტით აწარმოონ სიგარილსა და სიგარილას შეფუთვა. წარმოდგენილი ცვლილებების შემთხვევაში სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის. გამარტივდება წარმოებლისთვის წარმოების პროცესი, ასევე შემცირდება იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯები და გაუმჯობესდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მდგომარეობა. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შეამცირებს ადმინისტრაციული ბარიერებს მცირე ბაზრის სეგმენტში, ძირითადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნების შენარჩუნების პირობებში. დიდი მადლობა და გთხოვთ მადლობა ქალბატონო მარიამ. არ დაჭერას. მადლობა.
დეპუტატებს გთხოვთ შეკითხვები ქალბატონ მარიამთან. მიუხედავად წარმოდგენილი საკითხისა, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გვაქვს, რომელზეც ამ საკითხთან და ამ კანონთან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს პარლამენტს ძალიან დიდი წარმატება აქვს. ეს კანონი ერთ-ერთი წარმატებულ კანონად არის მიჩნეული მთელ მსოფლიოში, რომელიც საქართველოს მეცხრე-მოწვევის პარლამენტმა მიიღო და შემდეგ მე-10-ში ცვლილებები შევიტანეთ. მივახციეთ პრაქტიკულად ყველა იმ პუნქტს, რაც ჰქონდა დასახული, გვაქვს კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მიმდინარეობს კონსულტაციები, ეს არის 5-3 პუნქტი და აუცილებლად ვაბახვილებთ კომიტეტი ამაზე საკითხს. მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის საკმაოდ რთული, ისევე როგორც მსოფლიოში ვითარება ონკოლოგიის მიმართულებით, ასევე ახალგაზრდების გამაცხელებელი თამბაქოს მოხმარებაზე. შეიძლება ეს არ ეხებოდეს თქვენ სიტყვებს გაუკეთებ ციტირებას ფუფუნების საგანი იყო სიგარეტა, მაგრამ რა თქმა უნდა მისი პოპულარიზაცია არ შედის არც სახელმწიფოს, არც ჩვენი კომიტეტის და რა თქმა უნდა არც სამინისტროს ინტერესებში. ამიტომ გთხოვთ რომ კომიტეტის წევრებმა აზრი გამოთქვათ კომიტეტის ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ დავაყენოთ თქვენ ჭესხლას. მიუხედავად მოგესალმებით, მეც ვუერთდები მილოცვებს, მადლობა ჩვენს ღირსეულ წინაპრებს, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის ინტერესი დააყენა ყველაფერზე წინ, მოიტანა დღემდე და ეს გუშინდელი დღე ზუსტად იმ ადამიანების სულების პატივმისაგები იყო, ღირსეული ადამიანების. და მეორე ნაწილია შთამომავალ მემკვიდრე, რომელსაც მინდა მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი, წარმატებული გონიერი გადაწყვეტილებების მიუხედავად და იმ სრული მზაობით ყველა გამოწვევის მიმართ, რომელსაც ცივილიზაციას უმზადებს განგება და ჩვენ ყველანი ამაში უნდა მივეხმაროთ ჩვენ ახალგაზრდებს. დიახ, სიტყვა ახალგაზრდაზე გავჩერდები. წინამორბედი კანონი ეხლა საკითხი გამოიტანა ჩემმა შვილმა იგივე, რომელსაც მე უდიდეს პატივს მივაგებ და ძალიან მიყვარს და მარა ახსენა სიტყვა ომბუდსმენი. რამოდენიმე ხნის წინ ომბუდსმენი აქ ბრძანდებოდა ბიზნესის წარმომადგენელთან ერთად, ინდუსტრიის წარმომადგენელთან ერთად და პარლამენტის თავმჯდომარის ოთახში მე როცა დამიძახეს, ჩემი შესuls მერე ორივენი გაიძურწნენ. იმიტომ რომ მე წარმოვადგენ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს და საქართველოში წარმოვადგენ ჯანმრთელობის დაცვის დამცველთა რიგებს. მეორე სიტყვა იყო, რომელიც აგაჭირდა იმპორტიორების ინტერესი. მე ვიცი იმპორტიორი, რომელიც შემოიტანს სიცოცხლეს, არ ვიცნობ იმპორტიერს, რომელსაც შემოაქვს სიკვდილი. თამბაქოს ინდუსტრია ეს არის სიკვდილის ხასუსამ დედამიწაზე სიკვდილის გამავრცელებელი. ითქვა სიტყვა მიღწეული სიტყვა 5 წელი ვიომეთ ამისათვის ჩვენ ძალიან ბევრი წინამდებობის მიუხედავად საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მადლობა ქედით დაბლად მოხრა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და სადაც შეფუთვას დაუჭირა მხარი და 5 წლის მერე მაგრამ მაინც ავამოქმედეთ. და ამისათვის დავიმსახურეთ ძალიან დიდი მადლობა. ყველასაგან, ყველა გონიერი ადამიანისაგან დავიმსახურეთ ძალიან დიდი მადლობა სოფლიოში, ვინც კი გახსოვთ ჩვენ როდესაც სამასპინძლეო ბიზნესი რო აბუნტესო თამბაქოს მოხმარებას თუ აკრძალავთ რესტორნებში და სასტუმროებში, ის არ გვეყოლება, რა ქვია, ტურისტი არ გვეყოლება მომხმარებელი, ვინც კი ჩამოდის საქართველოში, პირველი მადლობას ეუბნება იმ სამასპინძლეო ბიზნესს, ეუბნება ხელისუფლებას, რომ თამბაქო არ დაგვახვედრეთ, თამბაქო არ დაგვახვედრეთ. იყო ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტი ჯონ ფიჯერალდ კენედი. 61 წელს თქვა ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ესა. ამერიკის მოსახლეობას მიმართა და დანარჩენ მსოფლიოს მიმართა. უნდა ვებრძოლოთ თამბაქოს ინდუსტრიას, იმიტომ რომ ისინი ჩვენ გვემუქრებიან ლამაზი რეკლამებით და სიკვდილის პოპულარიზაციით. და დღეს 85%-მდეა შემცირებული გონიერი ამერიკელების მიერ თამბაქოს მოხმარება. სხვა გამოწვევებია ეხა იქა ნარკოტიკები, ნარკოტიკების ოპიატების გარდა სინთეზური ნარკოტიკებს მიაგწალეკა მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო სიკვდილს ყიდვის მთელი მსოფლიო და ეს არ არის ბიზნესი, ეს არის სიკვდილის პოპულარიზაცია. ამიტომ მეც მოვიძიე ეს მასალები,
დაახლოებით 17 ქვეყანა არის, სადაც სიგარელა არ არის გათავისუფლებული იმ ჩვეულებრივი მოხმარებისაგან. ჩვეულებრივად უნდა იყოს სადაშეფოთაში და არა მარტო სიგარელა. ჩვენ მე ვიქნებ ინიციატორი ერთ-ერთი, ახლავე ვაძლევ ამ პირობას, მოვამზადებ ამ დოკუმენტს, რომ ახალი პროდუქტები, რომელიც არის, ეს არის ელექტროსიგარეტი თუ გამახურებული თამბაქო და რომელსაც ბიზნესმა ლობირება გაუწია და არ შეიტანა იმ კანონში, მე ვიქნები მომხრე, რომ ეს არანაკლები მავნეობა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდობა ზარალდება, ის არის შეტანილი და იმ კანონში მინდა ჩამატება გავაკეთოთ შესწორება, რომ იმათაც დაევალოთ სადაშეფოთო. ეს პირველი. მეორე, ჩვენ მწებელებს ვერ ამოგზავნოთ წებას, ეს ცალსახაა, ვიცით, ექიმებმა აკრძალვა სიტყვა არ ვიცით, არ გვიყვარს, გვინდა გონზეს ტვინზეს მოქმედებ ხალბერზე და ეს კანონი კი სადაშეფოთვისა მოქმედებდა მხოლოდ ერთი გარემოების გამო. ახალგაზრდებს გადავეფაროთ. იმ ადამიანებს, რომელსაც საერთოდ არ იციან ამის შინაარსი. გელს ლეკვები რო გაუჩნდებას, იმას სისხლის სანამ არ გაასინჯებ, არ არის მტაცებელი, იმან არ იცის სისხლის გემო. და არ გვინდა რომ ახალგაზრდებმა გასინჯონ თამბაქო. არც თვალმა არ მიიქციოს ყურადღება, არც სუნმა არ მიიქციოს ყურადღება, არც მაღაზიაში არ მიიქციოს ყურადღება, არც რეკლამა აუგზავნეთ, მაღაზიაში დაფარეთ, ყველაფერი ეს გავაკეთეთ ქართველებმა, ამ პატარა ქვეყანამ, ამ ხელისუფლებამ, ამ მონდომებულმა ადამიანებმა. ამიტომ საკითხის გამომტანს მე არ ვერჩი ამ წუთას, მას ეს ასეთი კანონია, წესია, მე მაქვს პრეტენზია ბიზნეს ომბუდსმენთან შეიძლება პირადად არ ვერჩი, მაგრამ თამაშოს თამბაქოს ინდუსტრიის თამაშს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტი, რომ ინდუსტრიას გადავეღობო. მე მსოფლიო კონგრესზე, როდესაც გამოვედი სიტყვით თამბაქოსთან მიმართებაში, იქ მოუწოდე დანარჩენ მსოფლიოს შესანიშნავ წარმომადგენლებს, ბევრი ზურგი გვაქვს ჩვენ აქ ვინც ავართ საქართველოს პარლამენტს, ძალიან დიდი ზურგი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებიც ჩვილებს გადაეფარნენ თამბაქოს მავნეობასთან დაკავშირებით და იქ თქვი, არ შეგეშინდეთ. მე როცა ვიწყებ თამბაქოზე ლაპარაკს, ნარკოტიკებზე ლაპარაკს, ალკოგოლზეც ლაპარაკს, ოღონდ არასწორ მოხმარების შემთხვევაში ვიძახი, თამბაქო კლავს. ინდუსტრია არის სიცოცხლის მოწინააღმდეგეთა რიგში, რომელიც ფულს შოულობს სხვის მოკვდინებაში. ეხლა ჯანდაცვის კომიტეტს მერე შემოვა ჯანდაცვის მინისტრი სავსებით სამართლიანად და გვეთქვის გაზარდეთ თანხები ონკოლოგიურ დაავადებას არ ყოფნის ფული. სწორი იქნება მინისტრი. აბსოლუტურად და ჩვენც გავზით ონკოლოგიის მიმართულებით თანხებს და ინდუსტრია ამ ჩვენ გაზრდილ თანხებს ჩაიდებს ჯიბეში. ამიტომ ეს არის არაპირდაპირი გზა და ამიტომ არის საჭირო კიდევ ერთხელ 5-3 დადგენილების მიღება დირექტივის უпроსტოდ ეს არის ევროპული დირექტივა, რომელიც ნებისმიერ აქტიურობას ინდუსტრიის კი არ ღობავს, მანიფესტაციას უკეთებს და ასაჯაროებს. ამიტომ ეხლა კიდევ ერთხელ სარგებლობ ამ შემთხვევით. სიტყვით ეთანხმები კომიტეტის თავმჯდომარეს და ჩვენ მანამდე შეწუხებულები ვიყავით. ძალიან შეწუხებული, იმიტომ ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ ერთ ოჯახში თუ ჩვენ ამ კუთხით ერთმანეთს არ გადავეფარეთ, ეხლა ჯანდაცვის კომიტეტი გადაეფარება ამ მიმართულებით თითოეულ თქვენთაგანს. შეიძლება სესიაზე მხარს დაუჭერს ვიღაც ამას და არ ვიცი დაუჭერს თუ არ დაუჭერს. არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მე რასაკვირველია მონაწილეობას ამ წინამდე ვარ ამ ყოველგვარი აქტიურობის ასეთი ფორმით, რაც შეეხება თამბაქოსთან აქტიურობას, ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ჩვენ კი არ შევწუხდით. ადრე უთენია გავიღვიძეთ, მთელი ღამე არ გვეძინა. აი ეს სიტყვები რომ მეთქვა, მე მთელი ღამე არ მეძინა, რომ ეს სიტყვები უნდა მეთქვა. იმიტომ რომ ნერვიულობ, განვიცდი. ჩვენ გქონდა ასეთი აქტიურობები, გახსოვთ მარიხუანასთან დაკავშირებით და როგორ ვაჯობეთ ამ არასწორ გამოწვევას თავის დროზე. შეფუთულს, მაგრამ ვაჯობეთ, გონიერება გვეყო და მთლიანად ერთხარეს დადგა საქართველოს ხელისუფალი იმდროინდელი ყველა აქტიური ადამიანის ჩართულ, როდესაც მეც გამომიწია, მაშინ მე არ ვიყავი პარლამენტის წევრი, მაგრამ დამპატიჟეს გადაცემაში და იქ თქვი და ჩემმა სიტყვამაც სარგმული ბიზგიმისა იმ უარყოფას, რომ ეს აიგზალა, უпроსტოდ იმაზე აქტიურობა არ განვითარდა. ამიტომ დიდი მადლობა ამ ფორმის არსებობისათვის, ჩვენ რომ ვარსებობთ ასეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვა რა უკუსლაზია ლაპარაკი დემოკრატიის, ამაზე მეტი დემოკრატია არ არის. ერთი ოჯახის წევრები მსჯელობთ იმ საკითხზე, რომელიც უნდა იყოს გასაჯაროებული ყველა გვისმენს ეხლა ჩვენ და ყველა მონაწილეობს ამაში. ამიტომ დიდი მადლობა სიტყვისათვის და მადლობა კომიტეტის ყველა წევრს, რომელიც დილას შეწუხდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა. სხვა რა ვესურთ?
დიახ, გისმენთ სანამ კენჭისყრაზე დავაყენებთ, უბრალოდ ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო და მინდა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა დაგიფიქსიროთ თავმჯდომარემ თქვენ, ბატონო ლადო, ძალიან დიდი მოწიწება და პატივისცემა და ყველა იმ სიტყვას, რაც თქვენ დღეს ახსენეთ, სრულიად ვიზიარებ და უერთდებით და ერთი გუნდი ვიყავით და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის მიღწევა იყო ზუსტად ის კანონში ცვლილებები და ამ კანონის დაინიცირება. აქ საკითხი, წარმოდგენილი საკითხი და მეც ერთ-ერთი ადვოკატი ვარ თამბაქოს წინააღმდეგ მსვლელობების და დიდი სიამოვნებით ჯანდაცვის კომიტეტის ნებისმიერ ინიციატივას ამასთან დაკავშირებით შევუერთდებით. ეს საკითხი ვფიქრობ ცოტა განსხვავებულია იმ კუთხით, რომ ვინაიდან სიგარა არ არის, არ ხვდება თამბაქოს რეგულირებაში, სიგარას უბრალოდ ზომით და წონით განსხვავება არის სიგარელასა და სიგარას შორის და სწორედ ეს იყო ის, რატომაც ჩვენმა კომიტეტმა, დარგობრივმა ეკონომიკურმა კომიტეტმა დადებითად განვიხილეთ აღნიშნული წარმოდგენილი ინიციატივა და სწორედ ამიტომ არის, რომ მეც დღეს წარმოვადგინე ეს. თუმცა მეც გიერთდებით იმაში, რომ თამბაქოს მოწევის ნებისმიერი სახით პოპულარიზების წინააღმდეგი ვარ პირადად მეც. ეს საკითხი ვინაიდან განსხვავებულია და სიგარა არ ყვებოდა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც წარმოვადგინე ეს ცვლილება და რატომაც წარმოვადგინე ჩვენი კომიტეტის ხედვა ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ნებისმიერ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ინიციატივას მე პირადად როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. მადლობა. მადლობა, ქალბატონო მარიამ, თქვენი სიტყვა ნამდვილად გეთანხმებით. ჩვენთვის ეს საკითხი არ არის ახალი, ჩვენ არაპირველად ვიხილობთ ამას და ამიტომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი პოზიცია, ჩვენ გვესმის, რომ პრინციპული რაღაც სხვაობა არ არის იმას შორის, მაგრამ ჩვენი ვალდებულება გინდათ როგორც კომიტეტის, როგორც ექიმების და როგორც ვიცით თუ რა საშიშროებას და რა საფრთხე შეიცავს ნიკოტინი და მისი მოხმარება და როგორი პოპულარიზაცია მიდის, თუმცა ამავე დროს ვაღიარებთ, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და ამ გზას ჩვენ არ მოვეშვებით და გავაგზავნებთ ამ გზით სიარულს ყველა იმ პუნქტის გათვალისწინებით, რაც თქვენ ბრძანეთ, რაც ბატონმა ლადომ და რაც სხვა კომიტეტის წევრებმა დააფიქსირა. მადლობა ამისათვის. მე დავაყენებ კენჭისყრაზე და თუ შეიძლება ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ ქალბატონ მარიამის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას? წინააღმდეგი? კარგი. კარგი. ხარი არ არის, ხარი არ დაგვიჭერია თქვენთვის. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა ეხლა ყველა საყურადღებო თქვა. თამბაქოს თემა არის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის საქმე და ინდუსტრიამ შემოვლითი გზა შეაწუხა ეს ადამიანები, შეაწუხა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მე ვთხოვ პარლამენტის ხელმძღვანელობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვთხოვ იურიდიულ სამსახურს მთლიანად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც თამბაქოსთან იქნება შემოსული, ნებისმიერი საკითხი, ლობირება იქნება, წახალისება იქნება, სამჯელო იქნება, წამყვანი კომიტეტი უნდა იყოს ჯანდაცვის კომიტეტი და არა სავალდებულო. რა ყველას ავარიდებს თავს, ყველას უხერხულ მდგომარეობას ავარიდებთ და ჩვენთან იქონიო საქმე თუ მაგრები არიან. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ, წარმატებას გისურვებთ. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს მოქალაქე ლარისა ფალავანდიშვილის წარმოდგენილ მარხალს აბოსაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პროექტთან დაკავშირების განხილვა. ინიციატორი მოქალაქე ლარისა ფალავანდიშვილის წარმომადგენელი მალხაზ გაბოსაშვილი. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ჩვენს იურიდიულ სამსახურს და ბატონ ირაკლი ვთხოვო მოგცეს განმარტებები. იცით რომ მნიშვნელოვანია ძალიან ბოლო პერიოდში კომპენსაციებთან დაკავშირებული ინტერესი ჩვენი მოქალაქეების, ამიტომ ჩვენი იურიდიული სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს და გისმენთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირი ლარისა ფალავანდიშვილი მუშაობდა ბონისის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურში, მათ შორის 2001 წლიდან 2005 წლამდე შესაბამისი წოდების გარეშე.
2024 წელს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილება, რის მიხედვითაც 2005 წლიდან 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაქვემდებარებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირებს მიეცათ კომპენსაციის მიღების უფლება და შესაბამისი პერიოდი ჩაეთვალათ კალენდარულ წელთა ნამსახურებაში. დაინტერესებული პირი ითხოვს ამ საშეღავათო პერიოდის გაფართოებას, ანუ 2001 წლიდან 2015 წლამდე, ნაცვლად 2015 წლიდან 2015 წლამდე. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობენ პირები, რომლებსაც არ აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. შესაბამისად დასაზუსტებელია პირთა წრე, ასევე დასაზუსტებელია შესაბამისი ფინანსური ხარჯები და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მადლობა ასევე ქალბატონ ლარისას და მის წარმომადგენელს ბატონ მალხას. თქვენი მოსაზრება გასაგებია. ეს საკითხი იცით, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ გვაქვს, სადაც ვიხილავთ ამ კომპენსაციასთან დაკავშირების საკითხებს, ამიტომ ეს ასეთი შემთხვევები შეიძლება კიდე იყოს აი გამონაკლისის სახით, რომელიც ალბათ შესწავლას მოითხოვს და არა მარტო პარლამენტის, არამედ სხვა სტრუქტურების მიერ. თუ განსხვავებული აზრი არა გაქვთ, მაშინ მოვითხოვ ეს ისეთი ერთეული შემთხვევა, რომ სასამართლო პრაქტიკა რასთან დაკავშირებით? არა, ისეთია ეს ალბათ ერთპიროვნებას არ მიუმართავს. უბრალოდ სასამართლოს მიმართა 20 წლიან სტაჟს, ან კალენდარულ წელს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი პირობაა კომპენსაციის მიღების და სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობა. ანუ სპეციალური წოდებითაც მუშაობდა აღნიშნული პირი, მაგრამ 20 წლიან კალენდარულ წელს ვერ აგროვებს, აქედან გამომდინარე ის პერიოდი, როცა წოდების გარეშე მუშაობდა, იმის ჩათვლას ითხოვს სწორედ ნამსახურების სტაჟში. ხოლო სასამართლომ, რა თქმა უნდა, რადგან წოდების გარეშე მუშაობდა, შესაბამის დოკუმენტები არ არსებობდა და აქედან გამომდინარე უარი უთხრა კომპენსაციის დანიშვნას და ნამსახურები წლების, წოდების გარეშე ნამსახურების წლების ჩათვლაზე. დიახ, მართლაც ისეთი შემთხვევაა და ამიტომ წინადადებით შემოვალ თუ და მეთანხმებით კომიტეტის წევრები, რომ ეს საკითხიც იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვიხილოთ და დავდგოთ შემდეგ ჩვენი მოსაზრებები. ვინ არის მომხრე, მაშინ გთხოვთ. დიდი მადლობა. და ერთსაც ვიტყვით, რომ ხვალ ისევ აცაძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად გაერთიანებული კომიტეტის ხტომა გვაქვს, ამიტომ გთხოვთ დღევანდელი კომიტეტის ხტომა დასრულებულია. მადლობა ყველას, მადლობა აპარატის წევრებს. მადლობა ბატონო ირაკლი.